დილამშვიდობისა საქართველოს დილამშვიდობისა როგორც ყოველთვის სასწავლო ცენტრიდან. ყველაზე დიდი სიამოვნება მემონტაჟის რა არის, აბა მემონტაჟი მოიცი? კი, საკუთარი სფეროს სიყვარული, ეს არის აუცილებელი. საკუთარი სფერო თუ არ გიყვარს, არაფერი არ გამოგივათ. და მეორე, ეგრეთ წოდებული ქვეპუნქტები, მაგრამ ყველაზე მთავარი ქვეპუნქტი არის, როცა საკუთარ ნაწარმოებს, ხო? შეავსებ სისტემას დღეს წავიდა უკვე მთლიანი სისტემის შევსება და შეივსო უკვე სისტემა ნიშნულზე ორი ბარი, რაც ნიშნავს იმას და ყველაზე დიდი სიამოვნება ის უნდა დავაბოლო ისაა, რომ არსად არაფერი ერთი წვეთის არ უნდა გამოვიდეს. როგორც ჩემი ტერმინოლოგიით არის უკვე დიდი აღსარება, დიდი ხანია აღსარებას გავცემე, ხო? ერთი წვეთი, ერთი პანჩური. ერთი წვეთი, ერთი პანჩური წარმოიდგინეთ, ხო? რამდენი გადაბმა არის. ამასობაში შევიდა 3 სართული ჯანსაღად, კიდევ ჯერ ვიზახი იატაკის გათხოვა გვაქვს სრულყოფილად. კომბინირებულად გვაქვს 3 საშრობი კი ბატონო ვანებში, მაგრამ ამასაც მე საბოლოო ჟამს რომ თიანად უკვე ამოიქუქება, ხო? უკვე სისტემა ამასაც ვიხილავთ რა, რანაირად მუშაობს, ხო? ამასობაში ყველაფერი მუშაობს, აი ასე, ხო? წკაპი, ხო? ამასობაში კიდე ვინც გვიჯერებს იმისთვის, ხო? იქ კი ბატონო, ხო? როცა გვისმენთ და ამასობაში კარგად უნდა მოგვისმინოთ, ხო? დამსახურებაც არის იმისა, რომ მიიღოთ სხვადასხვა ასეთი სისტემები, არ შევიქებ თავს. დამსახურება ეს ამას უნდა ხდებოდეთ და გაზებულიც უნდა ქონეთ. ჩემო პატივცემულო დამკვეთებო, კი ბატონო. როცა სისტემას აკეთებთ და ამასობაში სერიოზული სისტემა წარმოიდგინეთ 3 სართული, 3 სართულზე იატაკის გათხოვა კომბინირებული ეგრეთ წოდებული საშრობებით, სუპერ კომბინაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ მზის კოლექტორები გვაქვს, ცხელი წყლის მომზადება. ამასობაში წარმოიდგინეთ, ხო, ცხელი წყლის მომზადება ისე, რომ პრიორიტეტულად მზის კოლექტორები თვითონ განსაზღვრავს ამასობაში მართვის ეგრეთ წოდებული ბლოკით, რომ ჯერ ცხელი წყალი გაგვიცხეროს და შემდეგ ამ ეტაპზე გადაერთოს აუზის კონტურზე. აუზსაც კი ბატონო ვათმოთ აქედან და ზამთრის რეჟიმზე კი ბატონო შემოდივართ კონტურში, წრეში, ჩვენს ენაზე ქვია მას წრეში, რაც ნიშნავს იმას, რომ გათხოვის სისტემასაც ეხმარება ჰელიოს სისტემა. ამაზე კაი მე მგონი, რა ვიცი, რამე უნდა არსებობდეს კაცო, გინდა დავზოგოთ, გინდა მივიღოთ სისტემები, ჯანსაღი, ჩამოყალიბებული, არ უნდა დაზოგოთ ჩემო პატივცემულებო და არ უნდა ეძებოთ იაფობანა. იაფობანას როცა მისდევთ, ხო, ის არაფრის მომცემი არაა, კაის მომცემი არაა. თქვენთვის ვინაიდან გონიათ, რომ აი, ნახე, იაფად, მაგრამ ის იაფობანა არის შემდეგ ხო გარდაუვალი პროცესები ხდება შემდეგ უკვე საბოლოო ჟამს ეს არაერთხელ მოხდა და ეს საქსიუმები არის ამასობაში ამას ვერ გაიქცევით ხო სამწუხაროდ ეს ასე არის კაცო მაგრამ ამას უნდა ერჯდა სამუდამოდ დაჟდეთ რომ აი ხო სისტემა როცა მუშაობს თვით ხო აი ხა ჩაერთო ჰელიოს სისტემა და ამასობაში უკვე ვიცით ინდიკაცია როცა სამსვიანი ეგრეთ წოდებული უკვე გადასვლა არ ხდება გვიცხელებს ცხელ წყალს მითითებაზე ვინაიდან გვაქვს ტემპერატურა მითითებული ამასობაში დილის ხო, ეს ამთავარი კიდე დილის 10 საათია კიდე ნახეთ, რა ვიცი, ვარტყა ხოლმე ეთყობა, ხო, აქ უკვე 7 წუთი გვიკლია ამასობაში, კიდე 7 წუთი გვაქვს. T1 ზემოთ 61 გრადუსი გვაქვს უკვე 10 საათზე, წარმოიდგინეთ და 47-48 გრადუსი უკვე არის ცხელი წყალი გაცხელებული, მომზადებული ბოილერში, მთელი ღამე გაჩერებული. ნუ ვინაიდან ახლა პანაციას არაა ეს და სასწაულს ვერ მოახდეს, ღამე იატაკი რა ქვია, მზის კოლექტორები გაჩერებულია. მაგრამ წარმოიდგინეთ, ხო, 48 წამებში კრეფოს ტემპერატურას ვინაიდან შემოსული ტემპერატურა, ხო, წარმოიდგინეთ, აი ეს ის უკვე არაა ფიქცია უკვე ტემპერატურის ნიშნულზე, გვაქვს 60 გრადუსი უკვე წრეში მოტრიალო. წრეში ჰელიოს სისტემიდან წარმოებული, რომელიც უცებ-უცებს არამ ჩვენ გავიღვიძებთ, ხო? წარმოიდგინეთ, ცხელი წყალი მომზადებულია და პატივცემული უკვე ჰელიოს სისტემა გადაერთობა აუზის წყლის გათბობაზე. ზამთარში პირიქით იატაკის გათბობაზე. ხო, იატაკის გათბობა პრიორიტეტულია ამ შემთხვევაში, ვინაიდან დაბალი ტემპერატურა ჭირდება იატაკის გათბობაზე და რაციონალურია ამ შემთხვევაში არც უნდა იფიქროთ. მზის კოლექტორების კომბინირება, ხო, საქვაბეში, ვინაიდან დაბალ ტემპერატურას მივიღებთ ზამთარში 40, 45, 50 გრადუსი წარმოიდგინეთ ამ მიღებული ტემპერატურის ზღვარით, მიღებული არის იატაკის გათბობისთვის, ვინაიდან იატაკის გათბობას 45-50 გრადუსის საკმარისია თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კომფორტი მიიღოთ. კომფორტი შემაწუხებელი არ უნდა იყოს იატაკის გათბობა და მაგით ამიტომ აი ესეთ ხო გიხაროდეთ ხო საკუთარისა და საკუთარი სფერო კიდევ ჯერ ვიზახი გეხებათ ეს მემონტაჟებს თუ არ გიყვართ ხო ფანატურად არ გიყვართ არაფერი არ გამოგივათ უნდა იყოს ჩამძვრალი უკვე ჰიდრაულიკოს ხანავით ვერ წარმოიდგენთ ვინაიდან მილში უნდა იაროთ ხო მილში სიარულით წარმოიდგენთ რანაირად ხორციელებად უნდა პირველადი მეორადი წრის ჰიდრაულიკულად გააყოფა განაწილება ვინაიდან ნაკადების გააყოფა წარმოიდგენთ ხო როგორ ხორციელდება ხა 10 მეტრიანი ნასოსი არის და 6 მეტრიანი ისე რომ 10 მეტრიანმა თავისი ხარჯი აიღოს 6 მეტრიანმა თავის მაგრამ წრეშიც ამასობაში უკვე წრე ქვია ამას კი ბატონო პირველადი მეორადი წრე ინდივიდუალური მიმართულება არ დაიღოს და ბალანსში იყოს დისბალანსში თუ იქნება და მოექცევა სისტემა ის უკვე გამოიწვევს ეგრეთ წოდებული უკვე გადახლართვას არ გიგონოთ რომ ეს ჩავთეთ და ჰოპა და გაიშვა ბერს რო იგონა იქ ხო ეს ნიმუშებიც იყო მე ამოიჭრა ხო საბოლოო ჟამს არ გიგონოთ ეს აუბჭო ამას რა უნდა გე
კოპიერება სურათით გავაკეთეთ და გავახორციელეთ. არა პატივცემულებო, ეს ყველაფერი იწყება დაფიდან, გასხოთ ხო ჩემი ტერმინოლოგია. დაფაზე, გამოთვლებით უნდა ვიცოდეთ რა გვაქვს იატაკის გათბობის კონტურებში, რას მივიღებთ ზედაპირზე, რა ტემპერატურას და რა სიმძლავრეს დავსვათ არსებულ ფარჩში. ვინა და საბოლოო ჟამს საცხოვრებელი მაგარი ფენშუი საკვები იყო დამოკიდებულება მაინც არის რა ტემპერატურას არა კომფორტული ტემპერატურის მიღება უკვე არსებულ სივრცეებში არსებულ პირველ სართულზე სოე წერტილში ასევე მეორე სართულზე და ასევე მესამე სართულზე ეს გამოთვლების სტატუსი არის და გამოთვლების მიმართულებით შემდეგ უკვე ირჩევა სიმძლავრე ქვაბისაც ბოილერის თუნდაც პრინციპში მოცულობა ხო ბეშოგონია რაც მეტია და მით რო უკეთესია და ამასობაში პირიქით 200 ლიტრიანს დაატაკებთ ხოლმე ზემოდან 40-50 კილოვატიან ქვაბს არაფერი არის საქმე პატივცემულობა კიდევ ჯერ ვიზახ ვინაიდან დამოკიდებული არის ზუსტად პირდაპირ პროპორციულად თხვის ეგრეთ წოდებული თმოვცველი სიმძლავრეზე ვერ გადაცემს ვერანაირად თუნდაც აი ამ შემთხვევაში დაამონტაჟებინა მე იქ 50-იანი 60 კილოვატიანი ქვაბი ბევრი დაამონტაჟებდა მეორე მესამე ამასობაში ის იმ სიმძლავრეს ბოილერს არსებულ 200 ლიტიან ბოილერს ვერ გადაცემს ვერანაირად ამიტომ ის წარმოიდგინეთ ახლა მზის კოლექტორებზე საათნახევარში უკვე გვიცხელებს თლიანად ამასობაში ის 60 გრადუსით ამასობაში ეტაპობრივად ჩართული და ამასობაში 80 გრადუსიანი წარმოიდგინეთ რამდენ ხანში გადაცხელებს მაგრამ გამოსვლა წყლისა ტემპერატურისა გაზავებული უკვე ხო 60 გრადუსზე გაცხელებულზე 1/13 წარმოიდგინეთ ხო კიდე საათში ეს ამასობაში ხო 1/13 ეს ნიშნავს იმაზე პრინციპში რომ რაღაც 500 600 700 litrამდე საათში გვაქვს გაცხელებული წყალი ადამიანებს სად უნდა გავხარჯოთ ახლა 700 ლიტრა საათში ხო კომფორტულ ტემპერატურით წყალი როგორც ყოველთვის ხო, კეთილი და პატიოსანი და როგორც ყოველთვის ასეთი სასწავლო ცენტრები ძალიან ბევრი გვექნება. არსებულ მართულებაში უკვე დარჩა ელექტრონიზაცია, ამას ქვია ელექტრონიზაცია, ელექტროფიკაცია, ხო? ჩართვა შემდეგ უკვე თერმოსტატიკური მართვა არის სივრცეების და ყველა სივრცე მართვადი არის. შემდეგ იქნება უკვე ექტოკონტროლის უკვე მართვა დისტანციურად მთელი სისტემის, ეს იქნება საბოლოო უკვე ეტაპი. და ჩართვა რა თქმა უნდა ქვაბის ერთადერთი კიდე დარჩა რომ კოაქსიალური გავიდეთ გარეთ. კეთილი და პატიოსანი ჯერჯერობით ამ დადებით. ტკბილ ნოტაზე დავამთავრებდი ამ საფუძვლიან დილას ასე ვიტყოდი მე.